ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ ოცნების ხელისუფლება რეჟიმად მოიხსენია და განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ცაკნამ კომენტარი ლუქსემბურგში შეხვედრის დაწყებამდე ევროსკოპთან გააკეთა. დღევანდელ მინისტერიალზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერის გახსნის შესახებ მსჯელობენ. თუმცა უკრაინისა და მოლდოვის გვერდით არ არის საქართველო. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა დღეს თქვა, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კვლავ შემაშფოთებლად მიიჩნევს. I'm really sorry that the Georgian regime ძალიან მწუხვა, რომ საქართველოს რეჟიმმა სრულიად არასწორი გზა აირჩია, რომელიც არ მიემართება ევროკავშირისკენ. თუმცა ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვისაც ნამდვილად სურს ამ კურსის შენარჩუნება, არის ის, რომ არ დაკარგონ იმედი და გთხოვთ უბრალოდ იმოქმედეთ იმ იმედით, რომელსაც მომავლის მიმართ ფლობთ, რადგან როგორც სომხეთის გამოცდილებამაც აჩვენა, თუ ხალხს სურს, საბოლოოდ შესაძლებელია ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროპული გზა გაიხსნას. ასე რომ მთავარია არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა საქართველოსთვის ღიად არჩება. დიახ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ისევ როგორც კონკრეტული პირების მიმართ. ესტონეთმა ეროვნული სანქციების სიაში უკვე შეიყვანა ადამიანების საკმაოდ გრძელი სია, თუმცა ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს ზეწოლა იმუშავებს, მაგრამ ეს არ არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რას გააკეთებს. ვფიქრობ, ეს ქართველ ხალხზეა და ჩვენ ესტონელებს ნამდვილად გვესმის, რომ სიტუაცია რთულია. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას საქართველოში, ვისაც სურს იმუშაოს დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს როგორც ევროკავშირის ოჯახის წევრობის მიმართულებით. მე შეშფოთებული ვარ ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს უახლოვდებიან, საქართველოს მხოლოდ კანდიდატის სტატუსი აქვს და ისიც ფორმალურად. მეტიც მათი თქმით არსებობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე. ოპოზიცია ოცნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ეს აჩვენებს ძალიან ნათლად, კაფეო კონტრასტს ერთი მხრივ იმ სახელმწიფოების შორის, რომელთაც სწორი პოლიტიკით უკვე გაწევრიანებაზე დაიწყეს, რა თქმა უნდა, დიალოგი და მეორე მხრივ მაჩანჩალა ქოცურ სახელმწიფოს შორის, რომელმაც შეიძლება ისიც დაკარგოს, რაც 10 წლების განმავლობაში ძალიან მძიმე შრომის შედეგად მოიპოვა ქართულმა საჯარო და დიპლომატიურმა სამსახურმა. კონტრასტი არის ნათელი. ჩვენი პარტნიორები მიდიან წინ, ჩვენ იმასაც ვკარგავთ, რაც ქონდა ტრადიციულად, ისტორიულად. და ეს არის ყველაზე კარგი დასტური იმ რუსული საგარეო პოლიტიკური ამოცანა რასაც ასრულებს ქართული ოცნების რეჟიმი, როდესაც ის რეალურად სულ უფრო მეტად ფლავს საქართველოს იზოლაციაში და სულ უფრო მეტს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს წინ მეტი ევროპისკენ, მეტი კეთილდღეობისკენ და მეტი უსაფრთხოებისკენ. 28 ნოემბერს თუ არ ვცდები, კობახიძემ თვითონ თქვა უარი, რომ ჩვენ ვაჩერებთ 2030 წლამდე გაწევრიანების პროცესო. შესაბამისად, აქ თუ ვინმეს დანაშაული არის, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, დემოკრატიის თვალსაზრისით, კორუფციის თვალსაზრისით, გაუმჭრელობის თვალსაზრისით და ასევე მათ აქვთ უარი ნათქვამი ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. კობახიძის ბრიფინგი იყო, ეხლა თქვენ ხო გაქვთ ეს გადაღებული, თქვენ ხო აშუქებდით პირდაპირ ეთერში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ მოცემულობაში, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ბრალი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მიდგომა უსამართლოა, მათი თქმით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არაერთი პარამეტრით უსწრებს წინ. შედარება შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და ევროკავშირისა და მოლდოვის სახელმწიფო ინსტიტუტების და არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რითაც ან უკრაინა ან მოლდოვა საქართველოზე წინ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, აქაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია იმას, რომ ჩვენ ვაწყდებით ევრობიუროკრატების მხრიდან არაგულწრფელ დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური სარჩული, მათ ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება, სწორედ ამიტომ ეს არის ფასი, რასაც ვიხდით დღეს ჩვენ, მაგრამ რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომები გადაიხედება. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის თქმით, მოლდოვამ და უკრაინამ პირობები შეასრულეს, მას აქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებთან ივლისში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დანარჩენ 5 კლასტერსაც გახსნიან.